ბოლოს კოდი სენჰენგენთან გამარჯვებამდე ვისაუბრეთ. მსგავსი სწრაფი დაბრუნება ბოლოს 5 წლის წინ ჰქონდა COVID-ის დროს, როდესაც გუსტავო ლოპესი დაამარცხე და შემდეგ ჯონ დოდსონი. ასე რომ ახლა მსგავს სიტუაციაში ხარ. როგორ იყო ის გამოცდილება, როდესაც ორი ბრძოლა ასე მალე გამართე? და რა ისწავლეთ ისეთი, რაც ახლა დაგეხმარებათ ამ ბრძოლაში? დიახ, გუსტავო ლოპესთან ბრძოლა მოკლე დროში ავიღე და შემდეგ კიდევ ერთი ბრძოლა გავმართე 2 თვეში. ეს უბრალოდ კარგი და მარტივი იყო ჩემთვის, წონის კლების გარდა რა თქმა უნდა. წონის კლება უბრალოდ კიდევ ერთი გამოწვევაა. ყველაფერი კარგადაა, მანამ სანამ მენტალურად ხარ მზად. ჩხუბი ძალიან მიყვარს და ნებისმიერ დღეს შემიძლია რომ ვიჩხუბო. როგორც თქვი, ახლა წონას იკლებ. თქვი რომ მზადყოფნაში იქნებოდი და იმედი გქონდა რომ ნოემბერში ან დეკემბერში იბრძოლებდი. ახლა ბრძოლა დეკემბერში გაქვს. და გააკეთე იმისთვის, რომ ფორმაში ყოფილიყავი. თუ ასე სწრაფად დაბრუნებასაც არ გეგმავდი. ახლა ჩემთვის საუკეთესო დროა, რომ უბრალოდ დარბაზში დავრჩე და ვივარჯიშო. და რა თქმა უნდა დისციპლინა დავიცვა. ეს მახარებს და საშუალებას მაძლევს, რომ დავისვენო. მაგრამ რა თქმა უნდა, ბევრი მეგობარი მყავს მთელ მსოფლიოში და ვიცი როგორ უნდათ რომ მათთან გავერთო. მეც მინდა მათთან გართობა და ძალიან ბევრი სამოგზაურო შესაძლებლობა სპონსორებისგან, ფულის საშოვნელად და თუ ბრძოლა არ გაქვს, ძნელია დისციპლინა დაიცვა. ძნელია დასჭი აქ ვეგაში და იცხოვრო, ასე ვთქვათ, არ ვამბობ რომ მოსაწყენი ცხოვრებით, მაგრამ როცა ბრძოლა გაქვს, სახალისოა ცხოვრება. მაგრამ თუ ბრძოლა არ გაქვს, ეძებ დამატებით რაღაცეებსაც კიდე გააკეთო. მაგრამ ვეგაშია შეიძლება საშიში იყოს. გვინახავს რომ მოგწონს სხვა რაღაცეების კეთებაც. დიახ, ნამდვილად, მე ეს მომწონს. მაგრამ მადლობა ღმერთს. შეიძლება მთელი ღამე გავათენო, მაგრამ სასმელს არ ვსვამ და მეორე დღეს სავარჯიშოდ მაინც მივდივარ. კოდი სენჰენგენთან ბრძოლაზე მინდა ვისაუბროთ. ბრძოლამდე ორივე მესაუბრებოდი თქვენს სურვილზე, რომასთან დგომში გეჩხუბა და დატყვები გაგეცოლათ. იყო ასეთი პირისპირ დიალოგი თქვენ შორის? ბრძოლის დროს რამდენიმე უმძიმესი დატყმა მიაყენე. მეორე რაუნდში თითქმის დააფინიშე კიდეც. რას ფიქრობდი კონკრეტულად იმ რაუნდის დროს, სადაც შენი დატყმები მართლაც მუშაობდა და თითქმის დააფინიშე? როგორც ბრძოლამდე ვთქვი, მინდოდა დამენოკაუტებინა და თითქმის შევძელიეს. მაგრამ ის მაგარი ტიპია. ფიქრობ, როცა ძირს დავაგდე და ჭიდაობა დავიწყე, გამოვაფხეზლე. ფიქრობდი, კარგი, უბრალოდ ვეცდები დავაფინიშო, მაგრამ რთული აღმოჩნდა. რადგან არავის არადროს არ ჰყავს დანოკაუტებული. ცხადია, მასთან ფინიშით არ მოგიგია, მაგრამ ეს იყო ყველაზე ახლოს ფინიშთან, იმ თქვენი ბრძოლებიდანაც ჩვენ გვინახავს. შონომალ ივნისში საბმიშენი დაამარცხე და გამარჯვება მოიპოვე. ასე რომ ხედავთ, რომ ფინიშერი ხდები და საქამდე ხშირად არ გვინახავს. რატომ შეიძლება ვფიქრობდეთ, რომ ამ მხრივ ოდნავ ცვლილებებს განიცდი? ჰენრი სეხუდოს წინააღმდეგ 3 რაუნდს ვჩხუბობდი. იგივე იყო ჟოზე ალდოსთანაც. პირველ ბრძოლაში, როგორც თქვი, შონომალის წინააღმდეგ უფრო ჭკვიანურად და ფრთხილად მოქმედებდი, რადგან ქამრის მოგება მინდოდა. მეორე ბრძოლა ომალისთან კარგი ბრძოლა იყო. ნუ გაგიკვირდება თუ პიოტრ იანს დავაფინიშებ. იქნება ეს დარტყმები თუ პარტერში.
რაღაც შთამბეჭდავისკენ მიდიხარ პიოტრიანის დამარცხების შემთხვევაში. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ვესაუბრე რამდენიმე UFC-ს ჩემპიონს, რომლებსაც ჰქონდათ პოტენციალი, რომ 4-ჯერ დაეცვათ ქამარი ერთ კალენდარულ წელიწადში. მაგრამ ისინი არასოდეს მისულან იმ წერტილამდე, სადაც შენ ხარ, სადაც რეალურად შეიძლება ამის გაკეთება შაბათს. UFC-ს ისტორიაში პირველი იქნები, ვინც ამას გააკეთებს. რას ნიშნავს შენთვის ეს მემკვიდრეობა? დიახ, ეს ბევრს ნიშნავს ჩემთვის და უბრალოდ მადლიერი ვარ ყველაფრისთვის. მადლიერი ვარ ღმერთის, მადლიერი ვარ ჩემი ქვეყნის, ამერიკის და UFC-ს. დიდი გზა გამოვიარე, მაგრამ მე მაინც ვაგრძელებ გაუმჯობესებას, რადგან მე MMA-ის მებრძოლი ვარ და მინდა რომ დიდხანს გავაგრძელო ჭუბი. უბრალოდ მინდა რომ ვიყო თავმდაბალი და გავაგრძელო გაუმჯობესება და ხალხი გავახარო ჩემი ჭუბით. ვიცი რომ თავმდაბალი ხარ, მაგრამ მაინც გითხავ. უკვე შექმენი საფუძველი რომ პოტენციურად იყო ყველაზე დიდებული სუპერმწუხწონოსანი, რაც კი ოდესმე გვინახავს. შენი მეგობარი ალჯო ასე იტყოდა. ეთანხმებით მას? ამაზე ჯერ კიდევ მუშაობ. ანუ მე ასეთი ვარ, უნდა მოვიგო შემდეგი ბრძოლა და შეიძლება კიდევ 2 ან 3 და შემდეგ შესაძლოა ამაზე ვისაუბროთ. შენ ნათლად აღნიშნე, რომ გსურს ამ მემკვიდრეობის გაგრძელება 61 კილოგრამში. ვიდრე ვთქვათ 2 წონის ჩემპიონობა. რა არის ის სხვა მიზანი, რომელიც შესაძლოა ჰორიზონტზე იყოს? ცხადია ამ ძალიან შთაბეჭდავი მიზნის შემდეგ, რომელიც ამ შაბათ-კვირას გაქვს. არის ეს დემეტრიუს ჯონსონის 11 ტიტულის დაცვის რეკორდის მოხსნა? ეს მიმზიდველად გეჩვენება? ეს ჯერ ძალიან შორსაა. უკვე 4-ჯერ ვიჭხუბე ქამარზე და ვნახოთ, კიდევ ბევრი დამრჩა. მომავალ წელს კიდევ 4 ბრძოლა და შემდეგ არ ვიცი, ვნახოთ ჩემო მეგობარო. მე ახლა უბრალოდ რთულ მოწინააღმდეგეზე ვარ ორიენტირებული, როგორიც პიოტრიანია. ეს არის ის, რისთვისაც მიისწრაფვი? პოტენციურად მომავალ წელს, თუ ამის საშუალება იქნება, კიდევ 4 ბრძოლა იმ პირობით, რომ ამ დღეს გადალახავ, არა? ჩემი მიზანია, რომ კიდევ 15 წელი ვიჭხუბო UFC-ში. უბრალოდ მინდა ბევრი ბრძოლა მქონდეს და თითოეული ბრძოლა მინდა რომ მოვიგო. რეალისტი ვარ და ვიცი, რომ ყოველთვის ვერ ვიქნები ჩემპიონი ამ მომდევნო რამოდენიმე წლის განმავლობაში. მაგალითად 50 წლამდე, მაგრამ ჩემი მიზანია რომ ვიყო დაკავებული და გავაგრძელო ბრძოლა. 15 წელი? 50 წლამდე გინდა რომ ვიჭხუბო? 50, ღმერთო ჩემო, 50 წლის. მეც 50 წელს გადაცილებული ვიქნები მაგ დროს. ცხადია პიოტრიანთან ძიმე ბრძოლა გელოდება. შენ მას უკვე შეხვედრი ხარ ადრე. შენ მოიგე ეს ბრძოლა, ეს მეორე შემთხვევაა, როცა კარიერაში რევანში გაქვს. პირველი რა თქმა უნდა იყო შონ ომალის წინააღმდეგ ამ წლის დასაწყისში ნიუ-ჯერსიში. გაისწავლე ამ გამოცდილებიდან, როდესაც რევანში ჰქონდა. იგივე მოწინააღმდეგესთვის ემზადებოდი, იგივე მოწინააღმდეგეს უპირისპირდებოდი და შეგიძლია გამოიყენო ამ გამოცდილებიდან, როდესაც ვიღაცას მეორედ ხვდები. ვფიქრობ პირველ ბრძოლაში ძალიან გაბრაზებული და სუპერ მოტივირებული ვიყავი, რომ ეს ბრძოლა მომეგო პიოტრიანის წინააღმდეგ. ამჯერად უფრო მშვიდად ვარ და უფრო მეტად ვიქნები ორიენტირებული ტექნიკაზე და უფრო მეტ უნარს გამოვავლენ. მაგრამ რა თქმა უნდა პიოტრიანის უფრო მოტივირებული იქნება. ნახოთ როგორ წავა ბრძოლა. არ ვფიქრობ, რომ ეს იგივე ბრძოლა იქნება, რაც პირველი იყო და ამიტომაც ყველამ უნდა უყუროს. არ ვიცი გახსოვს თუ არა, მაგრამ წლების წინ თქვენთან ვიყავი რეი ლონგოს დარბაზში, როდესაც ალჯო ემზადებოდა საბრძოლველად იანთან რემატჩი. თქვენ ყველა იმ დღეს უკრაინის დროშებით იყავით დარბაზში. ეს იყო ასე ვთქვათ პატარა წაქეზება. ცხადია ის რუსია, შენ ქართველი ხარ. და ამ ორ ქვეყანას დაპირისპირება აქვს. ამ ყოველივეს გათვალისწინებით, გესმის ახლა რომ ეს ცოტა განსხვავებულია? გძნობ რომ ამ ადამიანს ახლა სხვანაირად იცნობ. მე ეს ყველაფერი დავამთავრე.
რა თქმა უნდა, არის პატარა განსხვავებული რაღაცები, მაგრამ ჩვენ მებრძოლები ვართ. მე ჩემ ქვეყანას წარმოვადგენ, ის კი თავისას. ეს სპორტია, მაგრამ რა თქმა უნდა, მე უნდა გავახადოთ ჩემი ხალხი და მათ უნდა იამაყონ ჩემით. ეს შეჯიბრია და ვნახავთ, ვინ არის საუკეთესო. ცხადია, პირველ ბრძოლაში შენ იყავი რეიტინგში ქვემოთ, ახლა კი ის არის, რადგან ახლა ჩემპიონი ხარ. გქონდათ შთამბეჭდავი 5 რაუნდიანი ბრძოლა მასთან, ამაზე ცოტა უკვე ვისაუბრეთ. დამნიშნულება ჰქონდა ამ ბრძოლას შენთვის, ეს კონკრეტული ბრძოლა თითქოს გარდამტეხი მომენტი იყო შენს კარიერაში და ხალხმა დაიწყო ნამდვილად შემჩნევა იმის, რომ კარგი, მერაბი მართლაც მონსტრი ამ წონით კატეგორიაში და ის შეოცავა. რას წარმოადგენდა ეს ბრძოლა შენს კარიერულ გზაზე? ბევრი ადამიანი გაოცებული იყო ამ ბრძოლის შემდეგ. ზოგიერთი მწვრთნელი და მებრძოლი მეუბნება, შემდეგ ბრძოლაში მეც იგივენაირად ვიჩხუბებ. იგივე საბრძოლო გეგმით, როგორც შენ იყავი, როგორც შენ გქონდა. ეს არის განუწყვეტელი ფეხებში შესვლის მცდელობები. მაგრამ ყველა ცდილობს ამას, მაგრამ იღლებიან. მე შემიძლია ვიჩხუბო ნებისმიერ პოზიციაში, ნებისმიერ მოწინააღმდეგესთან. იმ ბრძოლის მოსაგებად ძალიან მოტივირებული ვიყავი და ეს იყო ერთადერთი გზა მის დასამარცხებლად. ამიტომაც ავირჩია ასეთი სტილის ჩხუბი მის წინააღმდეგ და მოვიგე კიდეც. ფეხში დარტყმები ასეთი ეფექტური იყო იმ ბრძოლაში შენთვის, განსაკუთრებით დასაწყისში. რამდენად შეგიძლია გამოიყენო ასეთი ტიპის ილეთი, როგორც იარაღი ამ ბრძოლაში, იმის გათვალისწინებით, რომ ცხადია, მას ესმის, რომ ეს შეიძლება იყოს შენთვის პოტენციურად თამაშის შემცვლელი. ანუ რა სახის თამაში უნდა ითამაშო იმ კუთხით, რომ კარგი, მე ვიცი რა მუშაობდა ბოლოს, მაგრამ ამჯერად ეს განსხვავებულია, რადგან მან ყველაფერი იცის. სტრაიკინგზე მუშაობ. როგორც ნახეთ, კოდი სენჰეგენი თითქმის დავანოკაუტე. და იგივეს ვეცდები პიოტრ იანის წინააღმდეგაც. უფრო მეტად დარტყმებზე გავამახვილებ ყურადღებას და დიახ, ნუ გაგიკვირდება თუ ნოკაუტში ჩავაგდებ. ან შეიძლება პატეში მივხედო. ასია თუ ისე, რაც არ უნდა მოხდეს ამ ბრძოლაში, მეორე მხრივ, წინ დღესასწაულები გელოდება. ბოლო კითხვა შენთვის მერაბ, რას აპირებ ამ დღესასწაულებზე? შობას და ახალ წელს ჩემს ახლო მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან ერთად ავღნიშნავ. შემდეგ ილია თოფურიასთან მივდივარ ესპანეთში სტუმრად. კარგ დროს გავატარებ და კარგად ვივარჯიშებ მასთან ერთად.